მოკლედ ჩემო ძვირფასებო გაჭედა და გამაგდო არ ვიცი საიდან უკვე აღარ ისმოდა ვერ გეტყვი ოჯახზე რო დავიწყე საუბარი გაჭედა გაჭედილშია ოჯახის მხრივ ხო ოჯახის მხრივ გაჭედილშია ვერ გეტყვით ვერაფერს აუცილებლად აიტვირთება ორ ნაწილად როგორც ჩანს იმედია არ გამაგდებს ისევ და აღარ გაჭედავს ანა მარია ბოლოს რა სიტყვა გაიგონე რაზე ვსაუბრობდი ანა მარია ბოლოს რაზე ვსაუბრობდი გამაგდო მეგობრებო გამაგდო ხო ოჯახში რთული სიტუაცია ხო ესე იგი კარგ დროს ანუ ხო გავაგრძელებ ახლა მეგობრებო ნახეთ რა ხდება ახლა ოჯახში სრული ქაოსი აქვს ხო ამ ადამიანს ჭირდება ოჯახის წევრების დახმარება გვერდში დგომა ჭირდება აი მხარდაჭერა ჭირდება ოჯახის წევრებიდან მაგრამ არ აქვს როგორც ჩანს როგორც ჩანს არ აქვს კამათი და ჩხუბი აქვს კი პრობლემები აქვს კიდევ რა აქვს კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში ორი ტუზი ერთად მეგობრებო უფალს ეხვეწება იღბალს უფალს ეხვეწება გამართლებას ფეხზე დადგომას აი რაღაცის მოგებას მე არ ვიცი ხა რატო დავიჭირე ეს ერთი სიტყვა მოგება თუ სასამართლო პროცესია მეგობრებო საუბარი თუ სასამართლო პროცესია რომელიმე თქვენთაგანთან საუბარი იმიტომ რომ იქ გვაჩვენა განქორწინებაზე ამ ადამიანს უნდა მოგება ამ სასამართლო პროცესის მემკვიდრეობის მოგება უნდა აი მე რეებს ფიქრობს რომ იცოდეთ ძალიან მონდომებულია ამასთან დაკავშირებით ხო თან ორი ტუზი ძალიან უნდა რომ ეს რაღაცა მოიგოს კი უფალს ევედრება რომ ეს მოიგოს კიდევ რას ევედრება უფალს ვიბრძოლებ სანამ არ გავაკეთებ მანამ ვიბრძოლებ ბრძოლა მეგობრებო კი მაგრამ ეს ბრძოლა აგრესიაში გადადის კიდევ რაო მონეტების პაჟი და ცხრიანების მონეტა და ამავე დროს სამყარო ამ ადამიანს ძალიან დიდი იმედი აქვს სამყაროს რომ ვიღაცა დაეხმარება მას რომ თავის წილ ბედნიერებას მიაღწევს ფინანსებთან დაკავშირებით ხო ფინანსებზე ფიქრობს მეგობრებო მხოლოდ ფინანსებზე თორე აქ სხვა რამე კი არ ჩანს მეტი ამ ადამიანს როგორც ჩანს მარტო ფინანსები ადარდებს ხო მემკვიდრეობა და ფინანსები ხო მემკვიდრეობა და ფინანსები თუმცა სამყარო მის გვერდითაა კი მინდა გითხრათ სამყარო მის გვერდითაა მე მოდი ახლა მე მინდა ვკითხო აი როგორ წარიმართება ეს მისი პრობლემები ახლა სამყარო თუ მის გვერდითაა თუ მოიგებს თუ გამოუვა მას ისე როგორც მას უნდა როგორც თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს უნდა თუ გამოვა ისე როგორც თვითონ ფიქრობს როგორც მას უნდა ისე თუ გამოვა ოხ მისი ჭირი მე თქვა
ოხ, მეგობრებო, მაგიასაც გამოიყენებს, იცოდეთ. თავისი მიზნების მისაღწევად ეს ადამიანი მაგიასაც გამოიყენებს, მიმართავს მაგიას, იცოდეთ. ნუ ეხლა ინდივიდუალურია ადამიანი და მეგობრებო, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველამ თქვენი პოზიცია მოირგეთ, ხო? თუმცა იბრძოლებს კი. აუ, აბა სიკვდილი მას ჩამოხრჩობაო იცახის. ვინც წინ გადამიდგებაო, კიდევ. მეგობრებო. სირთულეები, პრობლემები, მეგობრებო. ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ამაზე ამ ადამიანმა, იმიტომ რომ ჯერ ფინანსებით სჭირდება ამ ყველაფერს. ეს რაღაც რომ მოიგოს თავის მხრივ და მას რომ უნდა ისე რომ გააკეთოს, ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები. თვითონ ძალიან შეშინებულია, ნახეთ, ფინანსები არა აქვს. ხო. ფინანსები არა აქვს, თორემ ოცნებად რჩება, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ხო იცით? ვერ მოიგებს მეგობრებო. ვერ მოიგებს. ნუ ეხლა ვისთან რა და ვისთან რა ჩემო ძვირფასებო. ზოგიერთების შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით ვერ მოიგებს, ვერ წავა ისე სიტუაცია მას რომ უნდა. ხო, ვერა. დაკარგვა პრესტიჟის დაკარგვა. არა, დაკარგვა. გრევა, ვერა მეგობრებო. მას რომ უნდა ისე არ წავა. რატომ არ წავა, მაინტერესებს. რაღაც არ გამოვა ისე მას რომ უნდა. თუმცა ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს კი. რატომ არ გამოუვა? რატომ არ გამოუვა? ხო, ადვოკატი ჭირდება კი. გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს სათანადოდ. ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მეგობრებო. ძალიან დიდ დანაკარგებშია. თავის დროზე რო ვერ გადაწყვიტა. ამიტომ ხო, ნახეთ, თავის დროზე რო ტყუილები ქონდა. ამ ადამიანს. იმიტომა ეხლა ასეთ დღეში ეს არის იმის შედეგი, რაც დათესა. რაც დათესა ის მოიმკა. ერთი სიტყვით და ორი გაგებით, თავის გათხრილ სამარეში ჩავარდა მეგობრებო, ნახეთ. აგე? ეს ხართ თქვენ და ესაა თვითონ. თვითონ ჩავარდა ამ მახეში. ამთავრდა. ხა. ამთავრებულია საკითხი. თაგმად ხარა და მისი დასაკლავი დანა გამოთხარაო. ხო. ან თუნდაც კატა გამოთხარაო. ხო. ეხლა რა მაინტერესებს მეგობრებო? ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ რა გელოდებათ? თქვენ რა გელოდებათ? კაი, ამას რაც ელოდება უკვე მიხვდით. კატა თაგვობანა. გამოთხარა, ამან უკვე გამოთხარა კატა. კი, დამთავრებულია წერტილი, ნახეთ? გასრესილია აგერ, всё. თავის ხაფანგშია უკვე, მეგობრებო, ხო. ეხლა ნახოთ. თქვენ რა გელოდებათ ამ ყველაფრის შემდეგ? აი ეხლა ეს გავიგეთ, მაგრამ თქვენ რა? თქვენ რაღაც ამბავს გაიგებთ. მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ. კარგ ამბავს გაიგებთ. გაიგებთ იმას, რომ იღბალი თქვენსკენ მობრუნდა და ძალიან მალე გაიგებთ ამ ამბავს. ოხ, მეგობრებო. ნახეთ რა ხდება ეხლა აქ. იღბალი თქვენსკენაა. კიდე, თქვენ რა ყველაფრის შემდეგ. სიყვარული, ემოცია, წასვლა, გადაადგილება, გადასვლა, მოახლოვება იმ ბედნიერი წუთების. ნახეთ? ნუ ჩამოსვლა, წასვლა, მიახლოება, დაწინაურება, წინწაწევა. მოსალოდნელი მიღწევები, იმას, რასაც თქვენ ამდენი ხანია ელოდით. მე არ ვიცი ვინ რას ელოდით, მაგრამ რაღაც ისეთ ამბავს გაიგებთ, რაც ძალიან დიდ სტიმულს მოგცემთ. ხო. რომელიმე თქვენთაგანს შეიძლება თხოვნაც
გქონდეთ, შემოთავაზება გქონდეთ. გოგოების შემთხვევაში მამაკაცებიდან შემოთავაზება გქონდეთ. შეიძლება ეს იყოს ხელის თხოვნაც. კი ბატონო, კი, მეგობრებო, კი. დავაქორწილეთ მაშ. მერე მოვრუნდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და ესე იტყვის. ნეტა ქორწილში არ დამპატიჟებსო? საცოდავი მისი დღე. ხო. ანა მარია, რა ფერაა ხა შენს ყოფილს დაპატიჟებ ქორწილში რომ გათხოვდები, გოგო? ჰა? დაპაიჟნული ხარო მიწერე? თან პოსტით გოგზავნე წერილი? დეპეშა გოგზავნე, დეპეშა. ხა, დეპეშა. მეგობრებო, ხსენება, ნახეთ როგორ ჩახმალული იქნება ის საცოდავი. ხო, თქვენს ამ ყველაფერზე, ამ სამ კარტზე ეს ადამიანი დამიწდება. ნახეთ, თან ვახსენეთ ყოფილები და აბატონა. ხა, ეს ისაა ზუსტად რაც თქვენ უთხარით. ხა, თქვენ იცოდით რომ მას ესე დაემართებოდა. ეს არის წინასწარმეტყველება. თქვენ იქნებ კიდევაც უწინასწარმეტყველეთ. ან იქნებ თქვენთვის იცოდით რომ ესეც იქნებოდა რაღაც მსგავსი, ხო? ხო. თქვენ უწინასწარმეტყველეთ ის რომ მე ძალიან კარგად ვიქნებიო. შენ იქნები დაკოდილიო თუ არა, მე კარგად ვიქნებიო უთხარით. მე ძალიან ბევრ სურვილს ავისრულებო ესე უთხარით. მე გავანოლებ ჩემს წარსულ ცხოვრებას, შენ აქედან რამდენიც არ უნდა მეკაჩე და იყავიო უძახით მეგობრებო. ჩაგაზილავ წრიღს და იქნები მასეო. ისტორიებს ვყვები ახლა მე, საისტორიო ისტორიებს ვყვები. ნახეთ, უბრალოდ რა ლამაზი სურათებია. ამა შეხედეთ, ეს თქვენ ხართ. თქვენ იპოვით ისეთ ადამიანს, ისთანაც იქნებით ერთნაირები. არც მეტი, არც ნაკლები მეგობრებო, ერთნაირები. ხო. ამ ადამიანთან ძალიან ბედნიერი იქნებით. ამ ადამიანთან ურთიერთობაში, ეს ურთიერთობა იქნება თქვენთვის ძალიან ბედნიერი. კი. კიდევ ვიღაც შეიძლება იყოს ტყუპები, ან თევზები. ხო. ძალიან ახლოს ხართ ამ ბედნიერებასთან მეგობრებო. ქორწინება, ბედნიერება, სიკეთე და სილაღე. ძალიან ახლოს ხართ. ეს ისაა ზუსტად რასაც ელოდებოდით აქამდე. რასაც გრძნობდით აქამდე, კი. მოდის. გოგოებო, მოდის თქვენთან დიდი ბედნიერება. შემოთავაზება მოდის თქვენთან. ხელის თხოვნა მოდის თქვენთან. კი. ხო და ეს თქვენი ყოფილები? წასულია, წასული. ასე ეტყვით, ჩევიდა მძე, ჩევიდაო, მეგობრებო. ხო. ასე ეტყვით, კი. ესე ეტყვით. ეს კარგი ბედნიერი სურათები ეკეთ უნდა დავდო. რატომაც არა. თქვენ რა? ეხა თქვენ გაფრთხილება, თქვენ რას გაფრთხილებთ? მეგობრებო, თქვენ ხართ გამარჯვებული. აი თქვენ ძალიან მალე იზეიმებთ თქვენს ბედნიერებას, ძალიან მალე იგრძნობთ თქვენს გამარჯვებას. მიხვდებით თუ რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო, რა იყო აქამდე, რატომ იყო, ზოგადად ამ ყველაფერს მიხვდებით, კი. ორვადაში მიხვდებით მეგობრებო. ესეც ორვადაში. ორიანების კვერთხები და ესეც ორვადაში. ორი რიცხვი, 2 საათი, 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე. 2 რიცხვში, 12 რიცხვში, 20 რიცხვი, 22 რიცხვი. ხო. აბატონო. მეგობრებო. ზუსტადაც. კი ბატონო. და ბოლოს
აქამდე თუ იყავით პაუზებში, ძალიან ბევრ თქვენთაგანს გქონდათ დაპაუზებული მეგობრებო, ფინანსები, შემოსავალი წყარო, პრობლემები გქონდათ დაბრკოლებები, გქონდათ შეფერხებები, ეს ყველაფერი დასრულდება. იყავით მთვარეში, კი. თქვენ გადახვალთ თქვენ სტაბილურობაში. თქვენივე საქციელით, თქვენივე ხმლებით, თქვენივე მდგრადი პოზიციით. ხო. თქვენივე მდგრადი პოზიციით გადახვალთ სტაბილურობაში, ან დაიბრუნებთ თქვენ სტაბილურობას, სიმშვიდეს დაიბრუნებთ. ნახე ბალანსი, ჰარმონია, სიმშვიდე. იქნებ რაღაცა შეიმუშავოთ უნდა, რაღაცა უნდა გადაწყვიტოთ, რაღაცას მიაწყნარებთ მეგობრებო, სიტუაციას შემოაბრუნებთ, რაღაც ისეთი რაღაცა მოხდება, მეგობრებო, ამ ორ ვადაში ისეთი რაღაცა მოხდება, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. კი. ასე რომ მზადიყავით, ეს არის ადამიანი მზადყოფნაში, რომ ყველანაირი საფრთხე მოიტოვოს უკან და გადალახოს და ეს არის ადამიანი, რომელიც შედის გადადის სტაბილურობაში. ასე რომ მზადიყავით, მოემზადეთ. ახალი ცხოვრებისთვის მოემზადეთ. ახალი ეტაპისთვის მოემზადეთ. ახალი ადამიანისთვის მოემზადეთ. წარსულის გარეშე ოღონდ. მეტი არაფერი. დანარჩენი რაც გინდათ, ოღონდ წარსულის გარეშე. იმ ცხოვრებაში, რაშიც თქვენ შედიხართ, იქ წარსული არ იქნება, მეგობრებო. გამორიცხეთ. გამორიცხეთ. ეხლა მე მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. რას უნდა ელოდოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ? რა უნდა გაითვალისწინოთ? რა არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ? თითქოს და რატომღაც ესე მომდის, რომ რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ. თავდაცვის რეჟიმი. ხო. თავდაცვის რეჟიმი, რა უნდა გაითვალისწინოთ? აი, უბრალოდ ეხა შეხედეთ. სხვას რომ არაფერი თავი დაანებოთ, უბრალოდ რა სურათია შეხედეთ, მეგობრებო. ნახეთ, უბრალოდ რა სურათია. ნახეთ. მეგობრებო, რაზე უნდა იფრთხილოთ? ეხა უბრალოდ შეხედეთ. ამას შეხედეთ, მეგობრებო. უბრალოდ ამას შეხედეთ. და ქვემოდან რა კარტია? აქ ვხედავ მე მაგიას, მცდელობას, ყველანაირი ხერხის გამოყენებას. თუ ეს თქვენ გეხებათ, ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ, რომ თავი დაიცვათ. აქ თავდაცვას ვხედავ. აი ნახეთ, თავდაცვა. თავდაცვა, ლოცვები, თავდაცვა, ესეთი ნეგატივიდან თავი უნდა დაიცვათ, ან წმენდები უნდა იკეთოთ, ხო, აი რაღაც ესეთი, ხო.
და კიდევ ერთი არის აქ. კიდევ ერთი სხვა. ხა მედალს ორი მხარი აქვს, ხო? ვიცით. მეორე რა არის ახლა აქ მეგობრებო ნახეთ. ადამიანი ერთ დროს რომელსაც აიდეალებდით, იდეალიზმო, ეს პირველი სურათი არის იდეალის. რომელსაც აიდეალებდით, თქვენთვის იდეალი იყო, თქვენთვის სასურველი პარტნიორი იყო თუ ადამიანი იყო, ხო? ეს ადამიანი იმყოფება ახლა ლაბირინთში. ან თქვენი ჩათრევა უნდა ამ ლაბირინთში. ნოტალური კარტა, ხო? ალბათ ასე ქვია. ნუმეროლოგია, ხელზე მკითხაობა, ტაროზე მკითხაობა და მთელი სასტავი და ამბები აქვს ამ ადამიანს გეგმაში. ან ამ ყველაფერს აკეთებდეს, იქნებ კიდეც, არა გამორიცხული, ყველანაირი ხერხის გამოყენებით ცდილობს, რომ თითქოს რაღაც გამოსავალი მოძებნოს და თავის მახეში გაგაბათ, ეს არის მახე ჩემთვის. ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია ამ ყველაფრით. ძალიან ჩახედული და გაგებულია ამ ყველაფრით, მან იცის ძალიან კარგად რასაც აკეთებს, უნიჭიერესია ამ სფეროში, მინდა გითხრათ. ხო, ტალანტო. ხო, ძალიან აი ნიჭიერი, უნიჭიერესი მეგობრებო. ამ ადამიანმა იცის სად უნდა დაარტყას, ვის უნდა ესროლოს და რა უნდა ესროლოს. შვილდის არის, ხედავთ. აქ კიდევ შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცებს კითხულობდეს, მანტრებს აკეთებდეს, ხო? და ესეთ თქვენს ჩაკეტილობაზე ზრუნავდეს და ფიქრობდეს, მეგობრებო, ფრთხილად იყავით. ხო, ამ ყველაფრის ინიციატივა, ამ ყველაფრის ინიციატორია თვითონ. მინდა გითხრათ, ნახეთ უბრალოდ. თან ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად აკეთებს. ისე არა რომ რაიმე გამოგიჩნდეთ, არა. ძალიან ისე მელინკივით იქცევა. მილინკი, ხო იცით? ისეთი ადამიანის რო შეხედავ და როგორიათ რომ ჭიანჭველას ფეხს არ აპიჯებს. აი ზუსტად, მანდ ვართ. არენდოთ. ხა მინდა ვკითხო. ეს რაც მას აქვს ჩაფიქრებული თუ გამოუვა? აცოდავი მისი დღე. თუ გამოუვა. ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს აკეთებს ეს ადამიანი. ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ძალიან ბევრს საუბრობს. ძალიან ბევრს აჩვენებდეს, ან უყვებოდეს შეიძლება რაღაცებს. თუ გამოუვა. ახეთ როგორ გაშინებთ. ნახე მე შენ რა გიქნა. ნახე მე შენ რა გიქნა. გპირდებათ რაღაცას რო გააკეთებს. ხო. თან ნახეთ კარტი უკავია ხელში. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ? კარტი უკავია ხელში. ხო. ის კარტია მას რო უკავია ხელში. აი ეს კარტია. ხედავთ? ხო. ქვემოდან ნახეთ. ეცდება კი? თუ გამოუვა, ეცდება ყოველ შემთხვევაში. თვითონ ეცდება. ნახეთ როგორ ფიქრობს. ნახეთ, ჭკვიანი ვარო, თან ჭკვიანი ვარო, მეგობრებო. დედა, ხო. უფრთხილდით ამ ადამიანს. თუმცა არ გამოუვა. მას არაფერი არ გამოუვა, მეგობრებო. არა, ეს თქვენ ხართ. ამ ადამიანს ვერაფერი ვერ ერევა. ვინც არ უნდა მიყურებდეთ, ეხა მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხართ? მამაკაცი თუ ქალბატონი? არა, მეგობრებო. ამას ვერაფერი ვერ ერევა. ვერც მაგია, ვერც ჯადო, ვერაფერი საერთოდ. ხო. ხედავთ? ჯერ ამ ადამიანის გამომეტყველებას დააკვირდით. როგორ ყავს თოთო ბავშვი ხელში, ეს ადამიანი ძალიან მოყვარულია იმის, რაც მის ირგვლივა და რაც მას ხელში უკავია. ეს ხართ თქვენ. ხო. არა, მეგობრებო. ვერავინ და ვერაფერი ვერ მოგერევართ.
ვერავინ და ვერაფერმა ვერ გაგტეხათ, ვერ წაგაქციათ, ვერ დაგამხოთ. პირიქით, რამაც არ მოგკლათ, იმან გაგაძლიერათ, ასე რომ არ შეგეშინდეთ. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ რაიმე დაგიშავოს ამ ადამიანმა. არა. ეს ერთი სიტყვა მინდა ვთქვა ეხლა მაპატიეთ, რასაც ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა. ტრაწაკუა ადამიანის არ უნდა გეშინოდეთ. არა, ისე თქვენი ბრალია, ნახეთ ქვემოდან. თქვენ ხო ჩამოაცვით გვირგვინი თავზე? ხო და მე ხო ჩამოამხვეთ. ეხლა ელოდება ისე და რა ქნას ახლა? მიაჩვიეთ თქვენ, გააფუჭეთ თქვენ. ხო. ეხლა უნდა დააბრუნოთ თქვენ. თვითონ ასე ამბობს, მაგრამ თქვენ რო აღარ გინდათ, ამის აღიარება და მიღება მას არ უნდა. რა ქნას ახლა? რა ქნას? ამიტომ ჩემო ძვირფასებო არ შეგეშინდეთ. არ შეგეშინდეთ. სამივე ჩემი, არავის დაუთმობო. სამივე ჩემიაო. სამივე რა, დავით? სამივეში რას გულისხმობ? შვილებზე. რა თქმა უნდა, დავით. რა თქმა უნდა, რას ქვია, ვინმეს დაუთმობ? თვალებს გამოვუყებ. არავის არაფერი არ უნდა დაუთმოთ, მეგობრებო. ასე იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. ჩემო მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ. ძალიან გაფასებთ. ძალიან მეიმედებით. მოკლედ არ ვიცი. თქვენ რომ არა, მე დღეს ესე აქ ვერ ვიქნებოდი. მადლობა უფალს და სამყაროს, რომ მე ეს შემიძლია თქვენი დახმარებით. ეც მიყვარხარ ჩემო პატალა, დედამ გინათვალა გულსი. მოკლედ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. აუცილებლად ავტვირთავ ორ ნაწილად, იმიტომ რომ გაწყდა პირველი და მეორე ნაწილი. უფლის მადლი შეგეწიოთ ასევე თქვენს, სულ დალოცვიები ყოფილიყავით. ყოველი დღე ყოფილიყოს ბედნიერების და წარმატების მომტანი თქვენთვის, იმედის მომცემი რა თქმა უნდა. და ყოველი გათენებული დღისთვის უფალს მადლობა. მშვიდობიანად დაღამებისთვის კიდევ უფალსაც მადლობა მეგობრებო. მადლობა თქვენ რომ არსებობთ. მადლობა. აბა დროებით.